მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონცთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა, სტუდიაში მუშაობს თამარ გლონტი. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ საჯარო სამსახურზე საქართველოში და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. 2015 წლის 11 ნოემბერს მიღებულ იქნა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომლის ძირითადი დებულებები 2017 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ორი თემის ანალიზი, შეფასებები და რეკომენდაციები. პირველი თემა შეეხება საკადრო პოლიტიკას, მეორე კი საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს. თემასთან დაკავშირებით რადიო მაესტროს ეთერში ისაუბრებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების მენეჯერი და ანალიტიკოსი ლევან ნატროშვილი. მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. გამარჯობა. ბატონო ლევან, ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურში მიმდინარე პროცესების მონიტორინგსა და ანალიზში. საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედეს, როგორია თქვენი შეფასება, რა არის დადებითი მხარეები და აგრეთვე გამოწვევები? დიახან, ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ანგარიში ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ შევაფასეთ ორი ჭრილი ამ საკითხის, ეს არის საკანონმდებლო დონეზე როგორ რეგულირდება საჯარო სამსახურის საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკა და ასევე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები და ასევე იმპლემენტაცია განხორციელება როგორ ხდება პრაქტიკაში აი ამ რეგულირების ახალ კანონებსაც შეეხება ახალი კანონი შევადარეთ ჩვენ მოქმედ კანონს და ვფიქრობთ რომ ეს ახალი კანონი საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი არის საჯარო სამსახურში განსაკუთრებით გამოყოფით მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის გადაქმნას, ანუ ეს ინსტიტუტი იყო ყველაზე ვთქვათ სუყე ლუკმა არაკეთილ ინდიცის საჯარო მოსამსახურეებისთვის, უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელიც ძალიან კარგად იყენებდნენ მოვალეობის შემსრულების ინსტიტუტს, რომ თავიანთი ასე ვთქვათ კერძო ინტერესები გაეტარებინა და საკუთარ თავისთვის ასურველი კადრები მოეყვანათ და ახალი რეგულაციებით ეს ინსტიტუტი უხდება. ასევე დადებითად შეიძლება შევახსოვთ მოხელის ყოველწლიური შეფასებისა და შეფასების სისტემა და ასევე სერტიფიცირების შემოღება, ანუ სერტიფიკატები უნდა აიღოს საჯარო მოხელე მან თუ უნდათ ადამიანებს რომ დასაქმეს საჯარო სამსახურში სერტიფიკატი არის ამ იქნება გათვალისწინებული ამის სპეციალური და უნდა გაიაროს სპეციალური გამოცდები და შეფასებას რაც შეეხება ატესტაციის პროცესი ჩაანაცვლა ყოველწლიურმა შეფასებამ, ანუ ატესტაცია აქამდე ხდებოდა 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო ეს შეფასება გაკეთდება 1 წელიწადში ერთხელ და უფრო ქმედითი უნდა იყოს ეს მექანიზმი. რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციებს, ამ კუთხითაც წინსვლა არის, ამ წლების განმავლობაში პრობლემური იყო აღნიშნული დეკლარაციების მონიტორინგის საკითხი, ანუ დეკლარაციების შევსება არის ერთი საკითხი და ძალიან კარგია რომ ბევრი საჯარო მოსამსახურე ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას, თუმცა მონიტორინგს არავინ არ უწევდა რეალურად რა იწერებოდა დეკლარაციაში, ანუ შინაარსობრივი მხარე იყო ასე ვთქვათ ზედამხედველობის გარეშე და 2017 წლიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ეკნება ვალდებულება რომ აი ამ შინაარსობრივ მხარესაც მიაქციოს ყურადღება და გადაამოწმოს ეს დეკლარაციები რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ანუ ეს დადებითი მხარეები, რაც ჩვენ დავინახეთ აი ამ პროცესში, რაც შეეხება დარჩენილ პრობლემებს, ერთ-ერთი პრობლემა ახალ კანონში, საჯარო სამსახურის კანონში უკავშირდება გამოსასწრელი ვადის ზედაზღვარს, ანუ დღეს მოქმედი კანონით 6 თვე არის მაქსიმალური ვადა, რამდენიც შეიძლება მოსამსახურე დაინიშნოს გამოსასწრელი ვადით. ახალ კანონში ეს თვეების რაოდენობა გაზრდილია 12 თვემდე და ვფიქრობთ, რომ ეს არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება, რადგანაც 12 თვე სტრესის ქვეშ ყოფნა იმედით, რომ დანიშნავენ უკვე მუდმივად იმ თანამდებობაზე საკმაოდ რთული არის კანდიდატისთვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ისევ 6 თვემდე უნდა დავიდეს ეს გამოსასწრელი ვადა. რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციებს, ანუ ამ კუთხით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017 წლამდე შეიძლება ამოქმედება გარკვეულწილად მაინც ამ მექანიზმის და განცხადების საფუძველზე მაინც რომ იყოს შესაძლებელი, მაგალითად თუ მოქალაქემ შეიტანა განცხადება და უთხრა საჯარო სამსახურის ბიუროს აცნობა, რომ გარკვეული დარღვევა არის რომელიმე საჯარო მოსამსახურის დეკლარაციაში, აი ამ შემთხვევაში მაინც მოხდეს გადამოწმება, სანამ სრულყოფილად ამოქმედება ეს სისტემა და კიდევ ერთი ეს არის თვითონ ამ დეკლარანტების
ასე ოჯახის წევრების მითითება, მითითების სავალდებულოება არის დღეს კანონში მოცემული, ანუ ის ადამიანი, რომელიც საჯარო მოსამსახურე, რომელიც ავსებს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას, იგი ვალდებულია მასთან მცხოვრები ადამიანები მიუთითოს დეკლარაციაში და მათი შემოსავლებით ქონება მიუთითოს. თუმცა, თუ მაგალითად არ ცხოვრობს ამ ადამიანთან, თუნდაც მისი შვილი, მისი დედა ან მამა და სადაც ცხოვრობენ, არ არის ვალდებული საჯარო მოსამსახურე მიუთითოს ეს თავის ქონების დეკლარაციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესაც პრობლემა არის და საჭიროა, რომ უფრო მეტი ადამიანი დაემატოს აი ამ მოთხოვნებს და როგორც მინიმუმ ძალიან ახლონათესავები ვინც არიან დედა მამა-შვილი და და-ძმა მაინც იყოს ხოლმე სავალდებულო ყველა შემთხვევაში ცხოვრობს თუ არა ამ ადამიანთან ეს კონკრეტული ადამიანები ნათესავები ყველა შემთხვევაში მოხდეს მათი მოხსენება საჯარო სამსახურო ქონების მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში. ბატონო ლევანი, თქვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება ამ პროცესს. საინტერესოა, თქვენ შეადარეთ აგრეთვე ძველი კანონი, ახალ კანონი. საინტერესოა, ახალი კანონი და რეფორმით სრულად აღმოიფხვრება თუ არა ის ხარვეზები, რომელთა შესახებაც თქვენ წლების განმავლობაში, რომლებზეც წლების განმავლობაში საუბრობდით და რა არის ის გამოწვევები, რომელთა აღმოფხვასაც ვერ შეძლებს რეფორმა და ახალი კანონი. ისიც რა ცოტა რთული სათქმელია ხა წინასწარ შეძლებს რას შეძლებს ბევრი საკითხი აი რაც პრობლემური იყო და მე რაც ნაწილი ჩამოთვალე აქ ანუ ახალი კანონი აი ამ პრობლემებს პასუხობს და სავარაუდოდ უნდა გამოასწოროს ეს პრობლემები თუ არ გადაჭრის ბოლომდე უნდა შეამსუბუქოს მაინც თუმცა რა თქმა უნდა საქართველოში პრობლემა არის ხოლმე კანონების რეგულაციების იმპლემენტაციის ფაზაზე, განხორციელების ფაზაზე და რა თქმა უნდა გარანტია არ გვაქვს რომ ეს კარგი რეგულაციები რომელიც შემოდის სათანადოდ იქნება აღსრულებული, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ არა მარტო კანონი იქნას მიღებული და სტატში დაუკრათ ამას, არამედ საჭირო არის ასევე მონიტორინგი იმაზე თუ როგორ სრულდება ეს კანონი და პრაქტიკაში როგორ განხორციელდება ეს დებულებები, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა და შევხედოთ ეს ახალი რეგულაციები, რომელიც მიმართულია პრობლემის აღმოსავლურად, რამდენად ეფექტიანად მუშაობს. აი თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონულ სისტემაზე და მონიტორინგზე მასზე. თუმცა საინტერესოა, როგორია თქვენი რეკომენდაცია 2017 წლამდე, ანუ მანამდე სანამ ცვლილებები ამოქმედდება, როგორ უნდა მოხდეს იმ ვაკუუმის დაძლევა, რაც არსებობს ამ მიმართულებით ამჟამად? დიახ, ამ გამაზე ვამბობდი, რომ 2017 წლიდან ანუ ვალდებულება უჩნდება საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ თავად გადაამოწმოს გარკვეული მეთოდოლოგიის შემუშავების საფუძველზე, რომ გადაამოწმოს შეარჩიოს ასეთ შემთხვევით შერჩევით ხელოვნური სხვა მეთოდოლოგიით დეკლარაციები და გადაამოწმოს, ანუ 2017 წლამდე ჩვენ ვფიქრობთ, რომ შუალედურად ანუ დროებით მაინც ამოქმედეს იმ დროს, როდესაც კონკრეტული მოქალაქე ანუ ორგანიზაცია მიუთითებს საჯარო სამსახურის ბიუროს და აცნობებს გარკვეული დარღვევის შესახებ, სავარაუდო დარღვევის შესახებ დეკლარაციაში, ამ შემთხვევაში მაინც მოხდეს აი ასეთი ფაქტების გადამოწმება. ჩვენ გვესმის არგუმენტი საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა დღესთან განაცხადა, რომ რთული იქნება ამის ამოქმედება ადრე 2017 წლამდე, იმიტომ რომ ეს მექანიზმი, რეალურად გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს, ჯერჯერობით არ არის შექმნილი, ანუ აქ საუბარი არის, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ჰქონდეს წვდომა ძალიან ბევრ ბაზაზე, ისი საშუალებითაც გადაამოწმოს ამ ინფორმაციას, ანუ ელექტრონულ და არაელექტრონულ ბაზებზე, შესაბამისად, ანუ ეს ჯერჯერობით არ არის რეფორმა განხორციელებული და არ მოხდა ესეთი მიერთება და ამიტომ როგორც მათ განაცხადეს, ანუ ეს 2017 წლამდე რთული იქნება ამის განხორციელება, თუნდაც განცხადების საფუძველზე იყოს მომართვა. ამიტომ თუ ეს მართლაც ასეა, ვფიქრობ, რომ შეიძლება მართლაც პრობლემური იყოს. ანუ დროში ისიც პრობლემურია, რომ გათვალისწინება მოხდეს სწორედ იმ რეკომენდაციის, რომელიც ამ კუთხით თქვენმა ორგანიზაციამ წარმოადგინა. გულისხმობ შუალედურ. დიახ, იცი რა არის, სასურველია რაც შეიძლება მალე ამოქმედეს, იმიტომ რომ უკვე წლებია, ძალიან დიდი ხანია უკვე ეს პრობლემა არსებობს და რეალურად ამ პრობლემის არსებობა ამ ძალიან კარგ სისტემას, ელექტრონული დეკლარირების სისტემას ძალიან სერიოზულ ჭრილს აყენებს და რეალურად არაქმედითი არის ეს სისტემა, როცა არ არსებობს მასშტაბური გადამოწმების მექანიზმი, ანუ თუ რაიმე შანსი არსებობს, რომ უფრო ადრე ამოქმედეს, თუნდაც ნაწილობრივ მაინც აი ეს ვერიფიკაციის მექანიზმი, სასურველია რომ ამოქმედეს. ანუ ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში გადასაწყვეტია სახელმწიფოს სტრუქტურების, მათ შორის
საჯარო სამსახურის ბიუროსი, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეცადონ რომ მათ შეძლო სწრაფად მოხდეს და მაინც 2017 წლის იანვრამდე არ დავალოთ, იმიტომ რომ იქამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი და ფაქტობრივად გამდის, რომ ეს პრობლემა კიდევ ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ მაინც იქნება. გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ თემასთან დაკავშირებით საუბრობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების მენეჯერი და ანალიტიკოსი ლევან ნატროშვილი. ამით კი დღეს გადაცემა რადიოაქტიური ზონა დასრულებულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში ხვალ 18 საათსა და 10 წუთზე დაბრუნდებით ნახვამდის. რადიო მაესტროს ეთერში იყო გადაცემა რადიოაქტიური ზონა. თამარ გლონცთან ერთად.